ნიკო დადიანი იყო, აი უსიმპათიურესი განათლებული ჭკვიანი შვილი რა. ლამაზი ოჯახის აღზრდილი, დავით დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟი იყო. მან განათლება მიიღო საფრანგეთში. თავისი მთელი ბიბლიოთეკა გადასაწერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ეს თუ წარადგება ჩემს ქვეყანას და ჩემ ხალხს, მე ამით ძალზედ ბედნიერი ვიქნები და თუ ხელნაწერი წიგნები გადასცა რა. ღარიბებისთვის შექმნა უფასო სკოლა, უფასო საავადმყოფო, ძალზედ პატრიოტი კაცი იყო. როდესაც რუსებმა მოინდომეს მეგრული ამბანი შექმნა, რადგან ამით უფრო გამოეყოფოდა საქართველოს სამეგრელო, ეს არ დაუშვა ნიკო დადიანმა. ის ყოველთვის იძახდა, რომ სამეგრელო იყო საქართველოს ნაწილი, საქართველოს პროვინცია და ეს არ შეიძლებოდა. მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, როდესაც რუსეთმა ბულგარეთის მმართველის კანდიდატად წამოაყენა 1886 წელს. ხალხი გააუგონდა მის შესახებ, ანუ როგორც სიმპათიური კაციც იყო, დაინახეს ალბათ უფრო მოეწონათ. საქართველოს სიყვარულში იყო და ითვლება ბოლო მმართველად, სამეგრელოს ბოლო მმართველად. დაკრძალული არის მარტვილის ეკლესიაში. მადლობა.